ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იზოლებით დამყარებული დუმილი. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაკავებებთან დაკავშირებით აცხადებს. როგორც საელჩოში განმარტეს, ისინი მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად. გმადლობთ დარწმუნებული, რომ საელჩოდან ვინც ეს განცხადება გააკეთა, იგი ამ საგანს კარგად არ იცნობს. ან შეიძლება კითხვა იყოს გარეთ დასმული, რომ შეგნებულად შეცდომა შეიყვანეს. სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის არსებობს ძალიან დიდი სხვაობა. ვის თუ არა ამერიკის საელჩოს მით უმეტეს ძალიან კარგად უნდა მოახსენებოდეს ამასთან დაკავშირებით და ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც იყო დაჯარიმებით, ასე ვთქვათ, დასრულებული სასამართლოს მხრიდან, აბსოლუტურად ყველგან იკვეთება, შემზარავი შეურაცხყოფა ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანზე საჯარო სივრცეში, რაც ყოველად მიუღებელია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვისაც ეს უნდა იყოს მიუღებელი. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადება კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. მისი თქმით, ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოსთვის შესაძლოა, უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ უფრო მცირე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ბრიუსელი ეტაპობრივად გადადის მოდელზე, რომელიც წევრ სახელმწიფოებს თანაბარ უფლებიანობას ართმევს. ეს კი მათი განცხადებით საქართველოსთვის როგორც პოტენციური წევრი ქვეყნისთვის მიუღებელია. Every bureaucratia იმდენად მიდიოდა სუვერენიტეტის შეზღუდვის გზით, ბოლო-ბოლო აქამდე რომ მივიდოდნენ, ეს იყო ფაქტი. ეს ხომ ერთ დღეში არ მომხდარა. წლების განმავლობაში ქვეყნები ჩიოდნენ, რომ ჩვენ სუვერენიტეტის შეზღუდვა ხდება. მადლობა ღმერთს, რომ ჯერ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რომ ის აბსოლუტურად მიუღებელი იქნება ისეთი კავშირი, სადაც ასეთი წესები იმოქმედებს. თუ მაინც მოახერხეს ისეთი ზეწოლა ამ პატარა ქვეყნებზეც, რომ კონსენსუსი შედგა, რომ ამ ქვეყნების უმეტესობამ განაცხადა, რომ ჩემი სუვერენიტეტი არაფერს ნიშნავს, როგორც გინდა შემზღუდეთ, მაშინ ეს იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი მომავალი დემოკრატიისათვის ევროპაში. მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად გასული 24 საათის განმავლობაში ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა, კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდია. მოსკოვის ოლქში დრონებით იერიშების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ინფორმაციით მოსკოვის ოლქში ქალაქ ჩეხოვში დრონებით თავდასხმა ქარხანა ჰიდროსტალ კონსტრუქციაზე განხორციელდა, რომელიც ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებს, ლითონის კონსტრუქციებსა და ენერგეტიკული ობიექტებისთვის პროდუქციას აწარმოებს. ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ასევე ტელეგრამ არხების ცნობით დრონებით იერიშების შედეგად ხანძარი გაუჩნდა კოლედინოში მდებარე ლოგისტიკური კომპანია 3PL-ის საწყობს. მოსკოვის მერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა მოსკოვთან ახლოს 81 დრონი ჩამოაგდო. შავი ზღვის პორტებზე, სამოქალაქო გემებსა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე განახლებული თავდასხმები შემაშფოთებელია. ამის შესახებ გაეროს პოლიტიკურ საქმეთა და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა კაიოკო გოტომ განაცხადა. მისი თქმით, ოდესის, ჩერნომორსკის, ივდენის, იზმაილისა და ნიკოლაევის პორტები უწყვეტი თავდასხმის ქვეშაა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს ოდესასთან ახლოს გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ მარცვლეულის გადამზიდავ გემზე სარაკეტო დარტყმების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე თავდასხმის შედეგად კი 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით მიმდინარე თვეში აზოვის ზღვაში 100-ზე მეტ გემს დაარტყეს, რამაც საზღვაო ნაოსნობა შეაფერხა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით მიწისძვრა კუნძულ კიუშიუზე კუმამატოს პრეფექტურაში მოხდა. ხელისუფლებამ 1 მეტრის სიმაღლის ტალღის გამო ცუნამის შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. იაპონიის ხელისუფლებამ ცუნამის შესახებ გაფრთხილება კიუშიუზე მდებარე კუმამატოს, ნაგასაკის, კაგოშიმას, ფუკუოკას, საგას, ოიატასა და მიაზაკის პრეფექტურებისთვის გამოსცა.